კორუფციული გამოძიებების ფონზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში კრიტიკით და თანამდებობიდან წასვლის მოწოდებით დახვდნენ. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პედრო სანჩეს 32 წუთიანი სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ევროპული ქვეყნის მთავრობის სოციალისტ მეთაურს ახსნა განმარტებების გაკეთება მოუწია იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესპანური სამართალდამცავი უწყებები იძიებენ. ნაწილზე კი სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილია განაჩენი. პატივცემულო საზოგადოებაო, გასულ ორშაბათს ჩვენ მოგვიწია გავცნობოდით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ხოსე ლუის ავალოსის, კოლდო გარსიასა და ვიქტორ ალდამას საქმეებთან. ხელისუფლება პატივს სცემს და ასრულებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ხომ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანაში როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს კორუმპირებული პირების დაუსჯელობის ფაქტი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. რაც შეეხება ექს-პრემიერ ხოსე საპატეროს, მინდა აღვნიშნოს შემდეგი: პირველ რიგში მისი მმართველობის არ არსებობდა არც ერთი სკანდალური შემთხვევა. 15 წლის განმავლობაში ის არ იკავებდა არანაირ სახელმწიფო თანამდებობას. მესამე, მას ცოტა თუ უჭერს მხარს უდანაშაულობის პრეზუმპციის საფუძველზე. როგორც ამბობდა, ის თანამშრომლობს მართლმსაჯულების სისტემასთან და დიდი თავდაჯერებით იცავდა საკუთარი კერძო მეწარმეობის კანონიერებას. მესამე საკითხი, რომელიც ამ სასამართლო გაურკვევლობის ნაწილია, არის ჩემი ოჯახის, მეუღლისა და ძმის წინააღმდეგ აღზრული საქმეები. თქვენო აღმატებულებაო, მშვენივრად გესმით, რამდენად რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი ეხებიან ადამიანებს, რომლებიც მე მიყვარს და მცირედი ეჭვიც კი არ შემაქვს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომელსაც სხვა ქვეყნებსა და დასავლურ დემოკრატიაში გვინახავს. პედრო სანჩესის ეს განცხადებები ოპონენტებმა აღიქვეს როგორც თავის მართლების უსუსური მცდელობა და თქვეს, რომ ესპანეთი არ იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც კორუფციულ სქემებშია გახვეული. ამ დრომდე რას აკეთებს ეს ადამიანი მთავრობის მეთაურის პოსტზე? დღეს ნამდვილი დისკუსიის საგანი სწორედ ეს არის და არა მისი პროპაგანდა. გამართლებები ან საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა ესპანეთს დარჩეს კორუმპირებული მთავრობის ხელში და კაცის, რომელსაც არ გააჩნია ამ თანამდებობისთვის აუცილებელი უმცირესი მორალური ავტორიტეტიც კი. მადრიდის პოლიტიკურ დღისწესრიგს ამწოვებს ესპანეთში ბოლო დროს მიმდინარე რამდენიმე გამოძიება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონგზით ლეგალიზაციაში დანაშაულებენ. კორონავირუსის პანდემიის დროს სამედიცინო პირვადების იმპორტისას უკანონო გადასახადების შემოღებისთვის 22 ივნისს ესპანეთის სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყნის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს ხოსე ლუის აბალოს. ამავე პერიოდთან დაკავშირებული ექს-პრემიერ ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ აღძრული საქმე, სადაც მას ედავებიან საკუთარი გავლენებით ვაჭრობასა და კორუფციულ სკანდალში ფიგურირებას. ფინანსური დანაშაულისთვის სამართალწარმოება მიმდინარეობს ესპანეთის მთავრობის მოქმედი მეთაურის მეუღლის წინააღმდეგაც, რომელსაც სასამართლოში წარდგენის ვალდებულება დაეკისრა.